ეს ვიდეო შეგვხვდა, ესე იგი მზად ხარ გააცნობიერო. შენი ფიზიკური სხეული ინსტრუმენტია. მოძრაობისთვის, შეგრძნებებისთვის, გამოცდილებისთვის. ფიქრი მსახურია. ის უნდა ემსახურებოდეს შენს ცნობიერებას და არა მართავდეს მას. გული გზამკვლევია, როცა გონება ჩუმდება. შენ სუფთა ცნობიერება, წყარო, რომელიც ყველაფერს იდევს, ფიქრებსაც, ემოციებსაც, ფორმებსაც. ყველა ერთ სამყაროში ვცხოვრობთ, მაგრამ ხედავთ განსხვავებულ რეალობას. სამყარო ერთი, აღქმა სხვადასხვა. რეალობა არ არის საერთო. საერთო მხოლოდ სივრცეა, სადაც ვარსებობთ. ერთ სამყაროში ვცხოვრობთ, მაგრამ ყველას ჩვენი სამყარო გვაქვს. რეალობა ყოველთვის სუბიექტურია. გააცნობიერე, ვერავინ ხედავს ისეთად, როგორიც სინამდვილეში ხარ. ყველა გხედავს საკუთარი აღქმის პრიზმიდან. სანამ სხვის აზრს, აძლევ უფლებას, განსაზღვროს შენი მდგომარეობა, შენ კარგავ კავშირს საკუთარ თავთან. სხვისი აზრი ვერ ასახავს შენს ნამდვილ ღირებულებას. ის ყოველთვის შეზღუდულია იმ ადამიანის გამოცდილებით, შიშებითა და აღქმით. ყოველ ჯერზე, როცა გარე სამყაროს აძლევ უფლებას, განსაზღვროს შენი მდგომარეობა, შენ გაუცნობიერებლად ირჩევ მსხვერპლის პოზიციას. არავინ არის ვალდებული გაგიკვოს, მაგრამ შენი პასუხისგებლობაა იყო ჰარმონიაში საკუთარ თავთან. და ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იცი ვინ ხარ სინამდვილეში. თუ მზად ხარ გააცნობიერო ვინ ხარ და როგორ შეგიძლია შექმნა შენთვის სასურველი რეალობა, ამის შესახებ პირად კონსულტაციაზე.